ცისტური ფიბროზი მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომელიც მუდმივ მკურნალობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში? რა შესაძლებლობები აქვთ ბავშვებს თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის მხრივ? ამ თემაზე სასაუბროთ საქართველოს იშვიათი დაავადების სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი ექიმი გენეტიკოსი დოდო აგლაძე და თავად ამ პრობლემის მქონე ბავშვების მშობლები ნინო გრიგოლავა და ინგა ქველაძე მოვიწვიეთ. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელზეც ჩვენც ხშირად გვიფიქრია, რომ გვინდოდა ამ თემაზე, ასე ვთქვათ, გასაუბრება ჩვენს გადაცემაში და კი, ნამდვილად და პირველი რაც უნდა ვიკითხო, ცისტური ფიბროზი არის გენეტიკური დაავადება და საზოგადოება მიცის ძალიან ცოტა ამის შესახებ, არ არის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ბევრი. თქვენ რომ აგვიხსნათ აი მარტივად რა არის ამ დაავადების მთავარი გამოწვევები სამედიცინო კუთხით და საერთოდ რას ნიშნავს? კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე სასაუბროთ მოგვიწვიეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცნაირად ავამაღლოთ ჩვენი ცნობიერება ამ დაავადების შესახებ, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცისტური ფიბროზი თავისთავად არ არის ხშირი დაავადება, ის მიეკუთვნება იშვიათ დაავადებათა რიგს. საქართველოში 1-3500 სახელმშობილში იბადება ცისტური ფიბროზით, ხომ? ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება და მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ გენური დეფექტის გამო სამწუხაროდ არ ხდება ორგანიზმში ლორწოს გათხიერება. ეს ლორწო გროვდება ყველგან, სადაც არის ლორწოვანი გარსი, სწრაფად მრავლდება ბაქტერიები, აი ასეთ სქელლორწოვან გარსში და შესაბამისად ხშირი არის მწვავე ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები და ეს იწვევს, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის პრობლემებს და სხვადასხვა მძიმე, ვთქვათ, მულტისისტემურ პრობლემებს, ხომ? საქართველოში არსებობს სკრინინგი წესით და რიგით, რომლითაც უნდა ვლინდებოდეს ეს დაავადება და ასეც არის. ხშირ შემთხვევაში სკრინინგი გამოავლენს ხოლმე აი ამ დაავადებას. ყველა ახალშობილს უკეთდება საქართველოში 2012 წლიდან ასეთი ტიპის სკრინინგი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელთაც აქვთ გვიანი დიაგნოზი და აქეთ ჩვენი მშობლები მოგვითხრობენ ასევე ამის შესახებ, იმიტომ რომ მათ შემთხვევაშიც ორივე შემთხვევაში გვიანი დიაგნოზები იყო და სკრინინგმა ვერ მოახერხა ამ დაავადების გამო. საჭიროებები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, ეს არის პროგრესირებადი დაავადება და ყველა ცხოვრების ეტაპზე, გარდა იმისა, რომ საჭიროებს უამრავ მედიკამენტს, ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, ძალიან დიდ ჩართულობას მშობლის მხრიდან, დისციპლინას, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს დაავადება მუდმივად ყოველდღიურად პროგრესირებს და სამწუხაროდ სულ ყოველთვის სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება და მედიკამენტები, რომელიც ხშირად ოჯახისთვის შეიძლება იყოს პრობლემა თუ ფინანსურად, თუ მორალურად. თქვენთან მეკითხვა დავსებაში მშობლებთან სწორედ ამ თემაზე, როგორი იყო თქვენი გზა, როგორი იყო აღმოჩენა ამ დიაგნოზის, რა ასაკზე გაიგეთ, რომ თქვენ შულს ჰქონდა ეს პრობლემა და შემდგომ როგორ წარიმართა მოვლენა? მე თუ არა სკრინინგი, მაშინ 2009 წელს დაიბადა ჩემი უფროსი, მაშინ არც იყო სკრინინგი, არანაირი საპილოტე პროგრამაც, ანუ არა მსგავსი არაფერი არ ხდებოდა და სამწუხაროდ, სამიდან ვერც ერთზე არც ერთი არ გამიმართლა, ასე რომ ვთქვათ. არათუ სამშობიაროში, შემდეგ 2012 წელს უკვე სრულად საქართველოს მოიცვა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თუმცა ჩემი მესამე გოგონა გაზაფხულზეა დაბადებული და მასთანაც არ გამიმართლა. მესამე საერთოდ 2014 წელს დაბადებულია, ის უკვე სხვა სამშობიაროში იმორისგან განსხვავებით და ასე რომ ვთქვათ, არათუ სკრინინგი, შემდეგ მიუხედავად ხშირი ავადობისა, რომელიცაც ესე ვთქვათ მივაწერდით ბაღს, შემდეგ სკოლას, რომ ეს ვირუსები გაიზრდებიან, გაივლის. სამწუხაროდ თითქმის 8 წლის იყო ჩემი უფროსი ბიჭი, როდესაც ამ ყველაფრის შესახებ გავიგე. მანამდე მივყვებოდით ჩვენს ცხოვრებას, რიტმს, ესე ვთქვათ, რომ მეგონა რომ უკვე ყველა წამოიზარდნენ და სამშვიდობოს გავალ, სუსტად მაშინ აი რო არ გადავაჭარბო, მაშინ ამოტრიალდა სამყარო ჩემთვის, როდესაც ამ დაავადების შესახებ გავიგე.
და ისიც მესამე გოგონას უფრო მკვეთრად, ანუ ეს დაავადება არის მკვეთრად გამოხატული ფილტვის მიერი და ნაწლავის მიერი, ასე ვთქვათ, თუ სწორად ვამბობ. ის პირველი ნიშანი რა იყო, რომელიც გაფიქრებინათ, რომ უნდა ჩაგეტარებინათ რა იმედების კვლევა? სამწუხაროდ არა თუ მე, ანუ უამრავ ექიმთან გამოვიარეთ, ასე ვთქვათ და არავის ეჭვი არ მიუტანია. გოგონას შემთხვევაში იყო ეს ქირურგიული ჩარევა მოხდა დაახლოებით 4 წლამდე ასაკში. და მაშინ იყო ეს სატელეფონო კონსულტაცია გავიარე, რომ ვესაუბრე და ვუთხარი ეს ყველაფერი. პირველად მაშინ იყო, რომელმაც ახსენა მუკოვისციდოზი, ჯერ კიდევ ასეთი ტერმინი. და შემდეგ სადაც კი ვამბობდი ამ პრობლემის შესახებ, ყველა უარყოფ და აი შენ იცი, როგორ დაავადებაზე მიგვითითებ, ძალიან ძიმე სათქმელია ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთი ბავშვები 17 წელს იქეთ ვერ ცოცხლობენ და რაღაცა და ჩემ შვილებს მადლობა უფალს რომ წონის დეფიციტი არ გქონდა, სიმაღ პირიქით გადაჭარბებით ვიყავით, ასე ვთქვა და ანუ ეჭვი არავის არასოდეს არაფერზე არ მიუტანია. და ეს იყო მე გოგონას შემთხვევა, ანუ ოპერაციიდან ერთ თვეში ისევ ორმხრივ პნევმონიად შეფასდა მისი მდგომარეობა და თითქმის 3 კვირა დავყავით ისევ კლინიკაში. და ჟანგბადს ვერ ვინარჩუნებდით, იყო ძალიან ძიმედ ესე რომ ვთქვათ და მაშინ უკვე მოვითხოვე რომ გავაკეთოთ ეს გამოკვლევა. ახსენეთ რომ 3 შვილი გყავთ, რომ 4 მყავს საერთო ჯამში, 1 მყავს ჯანმრთელი, ასე ვთქვათ, 2 ბიჭი, შემდეგ 2 გოგო და მეორე ბიჭია მხოლოდ რისკის გენის მატარებელი და დანარჩენ 3-თან სამწუხაროდ გვაქვს ეს რეალობა. თქვენაც მინდა რომ გადმოვიდეთ მოგვიყვეთ როგორი იყო თქვენი ისტორია, როგორი იყო ამ დიაგნოზის გაგება და რა ასაკში გაიგეთ მის შესახებ. ჩვენ შემთხვევაში მოხდა ესე, რომ რათვის ასაკში წამოვიდა კანის პრობლემა, ანუ ძალიან საშინელება იყო, არ ვიცი, ჩაურიე სხვადასხვა ექიმები, კანის ექიმი, თუმცა ანუ შედეგი არ იყო. შემდეგ ბავშვი შეშუპდა, დასივდა, ძალიან რთული მდგომი ფეხი გაურჩდა საერთოდ. შემდეგ მივიყვანე ერთ-ერთ ექიმთან და რომელმაც მითხრა, რომ ეს უკვე რაღაცა გენეტიკური დაავადებისკენ მიდის. მითხრა, ეს რაღაც შვახმან-დაიმონდის სინდრომი იყო და მითხრა, თუ რამოდენიმე დღეში მოიფიქრებ და წახვალ და წაიყვან, ეშველება რაღაცა თუ არა და ყველაფერს ჩაითრევს და არ ვიცი, თავზე ჩამომენგრა ყველაფერი. ძალიან რთული მოსასმენია ნამდვილად და გამოწვევას ნამდვილად ქვეყნის დატოვების საჭიროება, რომელიც ამ შემთხვევაში დადგა. ხალხთან და თქვენთან მინდა კითხვა გადმოვიდე. ბევრ პაციენტს სამწუხაროდ მდგომარეობა ექნება, რომ საჭირო ხდება საქართველოს დატოვა, რომ მკურნალობა სხვა ქვეყანაში მიიღონ. რატომ არის ეს საჭიროება დღემდე აქტუალური და რატომ მიმართავენ მშობლები ევროპის ქვეყნებს, რომ მიიღონ მკურნალობა? მართალი ბრძანდებით სამწუხარო რეალობაა, რომ არიან მშობლები, რომლებსაც უწევთ, რომ დატოვონ თავისი ქვეყანა იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ემიგრირდნენ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს ირჩევენ ხოლმე ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა რა თქმა უნდა მკურნალობაზე უფრო კარგია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აქვს ხელმისაწვდომობა ასეთ ქვეყნებში თერაპიების, რომელსაც ქვია მოდულატორები და საკმაოდ ძვირიანი მკურნალობა, მაგრამ ძალიან ეფექტური. და რა თქმა უნდა, თუ გეგულება შენი შვილისთვის ასეთი ადგილი, სადაც შეუძლია რომ მას ეს სრულფასოვანი მკურნალობა მიიღოს ასეთი მედიკამენტებით, ბოლო მე გეტყვით 5 წელია, რაც მე ამ პროგრამას ვემსახურები და ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემ ხელში 15-მა ოჯახმა დატოვა საქართველო. ამიტომ გადინება რა თქმა უნდა საკმაოდ დიდია, მაგრამ ლოგიკურიც არის ასეთ შემთხვევაში რომ ირჩევენ. რაც თავადაც ახსენეთ, ამ დაავადებას ახასიათებს ხშირი ბაქტერიული ინფექციები, ფილტვის ანთება, დამდგას დაავადებები. ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება რაც იყო 21 წელს, ერთ-ერთი ბაქტერია ფსევდომონაგნოზა საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი არის ხელმისაწვდომი საქართველოში ამის შემდგომ, ტობირამიცინი, თუმცა ამის მიუხედავად ბევრი პრობლემა არის, რომ ბევრი პაციენტს აქვს მძიმე ფილტვის დაავადებები და ამას ჭირდებათ მუდმივი ფიზიოთერაპია, მუდმივი მკურნალობა, ინჰალაციით, ეს როგორ მომდინარეობს საქართველოში და თუ არის ეს ხელმისაწვდომი ოჯახებისთვის და დაფინანსებად? კი ბატონო, ანუ საქართველოში 2021 წელს უბრალოდ პროგრამა გადმოგვებარა ჩვენს კლინიკას, სადაც მე ვმუშაობს და ამ პროგრამასთან მუშაობა დავიწყე მე პირადად. და
ამ ეტაპზე როცა ვიხსენებ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც გვაკლდა. თქვენ ახსენეთ ანტიბიოტიკი ტობრომიცინია, ამ ფსევდომონას საწინააღმდეგო. ეს ყველაფერი შეიძლება არსებობდა, ანუ ეს აფთიაქში, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ძალიან კაფეო ხაზი უნდა რაღაცნაირად უნდა ვთქვათ, რომ რა არის ხელმისაწვდომობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ შევიდეთ აფთიაქში და რაღაც შევიძინოთ, ხო? ხელმისაწვდომობა პირველ რიგში არის ის, რომ ასეთი ოჯახებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იყოს ასეთი მედიკამენტები, თქვათ უფასო, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ხო, ძალიან მულტისისტემურია დაავადება, ძალიან ბევრ ორგანოს აზიანებს, არის პროგრესირებადი სამწუხაროდ და რა თქმა უნდა, რაც რო გადის მეტი და მეტი რაღაც გვჭირდება. 2021 წელს ხელმისაწვდომობა იყო მხოლოდ 2 პრეპარატზე, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რომ ეს პრეპარატები იყო, მაგრამ 4 წლის განმავლობაში პაციენტთა ასოციაციასთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობდით იმისთვის, რომ კიდევ საბაზისო მედიკამენტების დამატება მომხდარიყო სახელმწიფო პროგრამაში და 2025 წლის ნოემბერს ეს შესაძლებელი გახდა და ძალიან გვიხარია, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ამისთვის, რომ დაემატა 6 ახალი კომპონენტი საბაზისო მედიკამენტებზე, მათ შორის ტობრომიცინი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩაერთო ამ პროგრამაში, რაც ძალიან კარგია. თუმცა რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი, რა თქმა უნდა და ვფიქრობ, რომ ესეთი ამაზე საუბრით, ერთობლივი მუშაობით სამინისტროსთან ამ საჭიროების გაჟღერებით, ვფიქრობ, რომ აუცილებლად რაღაცა პოზიტიური შედეგები გვექნება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მიდის საუბარი მაგალითად აი ამ ძვირადღირებული პრეპარატების შეძენასთან დაკავშირებით, რომელსაც მოდულატორები ქვია. რომ რაღაცა ტიპის კომუნიკაცია არსებობს და ვფიქრობთ, რომ ესეც ალბათ საზოგადოების ცნობიერებაც მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დაავადებებში, იშვიათი დაავადებები ქვია კიდეც და ბევრმა უნდა იცოდეს რა ალბათ მათ შესახებ, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ უამრავი ყოველდღიური პრობლემა აქვთ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ბევრმა ისაუბროს და ქავოტლენგა თქვენთან მინდა შეკითხვით გადმოვიდე, აი თქვენ ყვებოდით თქვენს დაავადების პირველადი აღმოჩენის ეტაპზე და უბრალოდ მინდა შეგკითხოთ, აი ყოველდღიურობა როგორია თქვენი, აი როგორი დატვირთვით არის, როცა სამი შვილს უნდა, ასე ვთქვათ, ესეთი დახმარება გაუწიოთ და თქვენ გარდა იმისა, რომ ალბათ ხართ ამაში ძალიან ჩართული, თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ალბათ ძალიან ისე არის, რომ შეიძლება თავს გრძნობდეთ ხანდახან სხვანაირად. აი როგორია თქვენი ყოველდღიურობა, ხო? ხანდახან არა. ხშირად, თუმცა ამ ყველაფერს ასე ხმამაღლად მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ფრაზას, რომ ნიღბის ტარება გვიწევს თქვენ მშობლებს. სამწუხაროდ რეალობა ეს არის, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გაიგებს იმ ყოფას, რასაც ჩვენ რეალურად გავდივართ და იმ ქაოსურ მდგომარეობას, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მით უმეტეს შვილებთან უნდა იყო მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შევინარჩუნო პოზიტივი, ყველაფერი ცოტა ის შელამაზებლად ლამაზ ფერებში დავხატო და ყოფას რაც შეეხება დილის 7 საათიდან ვიწყებთ. სკოლა გვეწყება 9:30-ზე და ხა როცა ჩემ შემთხვევაში ეს ფსევდომონას ბაქტერია, რაც თქვენ ახსენეთ, აქვს 2-ს პლუს 1-ს დიაბეტი. ანუ ამ ყველაფერს დაზიანდა ფილტვის ფუნქცია და რამაც დააჩქარა დიაბეტის გამოვლინება. და რა ვიცი ხა დაახლოებით მაინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, პირველი გაკვეთილის გაცდენა გვიწევს, იმიტომ რომ მეორე წელია უკვე, რაც ბოლო სტაციონარიზაცია ქონდა, მის შემდეგ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ანტიბიოტიკოთერაპიას და მინიმუმ 3 ინგალაცია 2 ბავშვთან. ნუ დილით ვიწყებთ ღვიძლის დამცავით, ინსულინით, შემდეგ ეს ბრონხოდილატატორები, შემდეგ 1 ინგალაცია, შემდეგ შუალედი, საუზმე უნდა მოასწრო, იქ შაქარი უნდა აკონტროლო, პლუს მეორე ინგალაცია, მესამე ინგალაცია და სულ ვართ ისეთ დაძაბულ რიტმში და სულ მოსწრებაზე, სულ გადარბენაზე. ეს ყველაფერი მე რა თქმა უნდა აისახება, ანუ ბავშვებზედაც ახლა ვერ მოვიტყვი, ანუ ტყუილი იქნება, რომ თქვა, რომ მარტივია ეს ყველაფერი, არა, პირიქით. და ვართ სულ დაძაბულების. პლუს ამას ემატება სკოლის არასრულფასოვანი დასწრება. ნუ მართალია იქ ახლა გვიწყობს ხელს ეს თვითონ დირექტორია თუ პედაგოგებია თუ ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერთან ერთად სწავლის ხარისხიც
უარესდება, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერთან ერთად გვაქვს ხშირი გაცდენები და არც ვაძალებ ხოლმე, როგორც კი ცოტა დისკომფორტი მაინც ექნებათ ბავშვებს. რაც მინდა კითხო დასაწყისად კაპიტანი. ახსენეთ აი ამ რამდენიმე ტიპის მედიკამენტის საჭიროება, ამას ასევე ემატება ფიზიოთერაპია, ინჰალაციები. ეს ყველაფერი თუ არის ხელმისაწვდომი, არა ემხრობოდ მედიკამენტებს საქართველოში არის, არამედ თუ ფინანსდება ეს კურნალობა და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი თქვენთვის. როგორც ქალბატონმა დოდომ აღნიშნა, გასული წლის ნოემბრიდან ჩაეშვა ესეთი პირველადი მოხმარების მედიკამენტებს მანამდე ჰქონდა მხოლოდ კრეონი და დორნაზა ალფა და შემდეგ მთელი ერთწლიანი ასე ვთქვათ მოლაპარაკების მთელი მოთმინებით და ამით იყო იმედგაცრუებაც შეხვედრების შემდეგ ყველაფერი ასე თუ ისე გამოვიდა რაღაცათ ეს პირველადი თუნდაც ის ღვიძლის დამცავი ის საინგალაციო ანტიბიოტიკები 6%-იანი მოკონები და ასე შემდეგ რაც რეფერალზე გავლით გვიწევდა ხოლმე რომ დაფინანსება მოგვეპოვებინა და ასე შემდეგ მე რომელიღაც კონკრეტულ აფთიაქს შემოეტანა ეს ყველაფერი უკვე გვაქვს თუმცა ერთი მთავარი რაც მე დავამატებ ჩვენ შემთხვევაში და ფსევდომონას შემთხვევაში ეს არის ინტრავენური ანტიბიოტიკები რაც დღემდე არ გვაქვს ქვეყანაში და ჩვენ ხელმისაწვდომი არ არის ხო? არა, ფიზიკურად და რეგისტრაციაც არა აქვს გავლილი, ანუ სტაციონარში ხა ორჯერ ვიწექით, ორჯერ نيكოლოზ და მარიამ ერთად და მე نيكოლოზ დამატებით დასჭირდა ცალკე, იმიტომ რომ იყო იქ ტემპერატურები, იყო რომელსაც ვეღარ მართავდით და მოგვიწეა და იქაც ნუ სტაციონარშიდაც რომ სტაციონარშიდაც მოვთავსდეთ ასე რომ ვთქვა, იქაც არ არის ხო და ის მე ალტერნატივა რაც არის მით და სამწუხაროდ ვერ გავდივართ, იმიტომ რომ ქრონიკული სახე აქვს უკვე ჩვენს მას. უბრალოდ ვინარჩუნებთ ასე ვთქვათ მეტნაკლებად სტაბილურ მდგომარეობას. თქვენი შვილი ეს უფროსი არის 17 წლის ახალგაზრდა ახსენეთ. როცა პაციენტი ცდილდება 18 წელიწადს ეს პროგრამა მაშინაც მოქმედებს მათთვის? არა, აი მაგას მეც მინდოდა რომ შევხვებოდი. სამწუხაროდ არ. რა თქმა უნდა, მედიკამენტები იქნება და პაციენტი იღებს მედიკამენტის ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ სამწუხაროდ მონიტორინგის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი არის პედიატრიული ასაკისთვის დასრული პაციენტებისთვის არ არის და ასევე სტაციონარიზაციის პროგრამაც მხოლოდ 18 წლამდე არის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად მუშაობას, იმიტომ რომ შენ როცა 0 ასაკიდან ბავშვს ყურადღებას აქცევ, უვლი ხო ხდებით რაღაცა დონემდე მიყავს ვინარჩუნებთ ჯანმრთელობას და მე ეს ძალიან სწრაფად ანუ ეს კავშირი წყდება ძალიან რთულია იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ რომ იპოვონ თქო პულმონოლოგები იფანტებიან სხვადასხვა კლინიკებში და რა თქმა უნდა მკურნალობა უნდა იყოს სპეციალიზირებული იმიტომ რომ ცეფი ძალიან როგორ გითხრათ ისეთი დაავადებაა რომ ყველაფერი პროტოკოლები გაიდლაინები მასზე არის მორგებული არაფერს სხვას არ გავს ასე ვთქვათ და ამიტომ რა თქმა უნდა კარგი იქნება ამ კონფერენციის ფაქტის მომხსნა ძალიან იმედის მომცემი ისტორია 73 წლის პაციენტის რომელიც რომელიც აქტიურად ცხოვრობს არის გერმანელი წარმოშობით მიიჩნეოდა რომ ამ დაავადების ცხოვრების ხანგრძლივობა ევროპაში არის 40 წლამდე დაახლოებით საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ალბათ ამაზე ნაკლები არის სამწუხაროდ თუმცა ყველა მკურნალობა ცდილობს რომ ეს ხანგრძლივობა გავზარდოთ და არჩება კარგი ხარისხი მივცეთ ცხოვრების ამ პაციენტებს ამ შემთხვევაში რა აუცილებლობა არის 18 წლის შემდგომაც იყოს ეს მკურნალობა ხელმისაწვდომი მათთვის და თავადაც შეძლოს ამის მართვა კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პაციენტი როცა ხდება დასრული, ანუ ეს ჯაჭვი გრძელდებოდეს და მას ყავდეს ექიმი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მის ამ სპეციალურ საჭიროებებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ცისტური ფიბროზი ძალიან სპეციფიური დაავადებაა, მას ძალიან ბევრი ორგანოს ჩათრევა შეუძლია, ყველა ეტაპზე რაღაცა არის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და რა თქმა უნდა, რაც დრო გადის, ანუ მდგომარეობა უარესდება, ხომ? რადგან პროგრესირებადი დაავადებაა. თქვენ ახსენეთ გერმანელი პაციენტი 63 წლის, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში ამ კონფერენციაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც შეეხეთ. ჯერ კიდევ არის 42 წელი საშუალო ევროპაში. საქართველოს მონაცემებს მე არ ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა მძიმედ გვაქვს საკითხი, მაგრამ უბრალოდ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას იმაზე, რომ გვყავს 90 პედიატრიული პაციენტი და მხოლოდ 16-ის დასრული და ეს თავისთავად ხვდებით, რაზეც მიუთითებს, იმიტომ რომ პროპორციულად მაგალითად თუ ავიღებთ გერმანიას, იქ დასრული პაციენტები უფრო ჭარბობენ, იმიტომ რომ ანუ მათ ეძლევათ საშუალება სრულფასოვანი ცხოვრების და რა თქმა უნდა, აი ამ ახალ მედიკამენტებთან ერთად
და ცხოვრების წესი იქნება ეს სხვადასხვა ინსტრუმენტული გამოკვლევები თუ მონიტორინგის პროცესი რაღაცნაირად ახერხებენ რომ შეინარჩუნონ არამხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ხარისხი, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი პაციენტებისთვის გონი ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამ ადამიანის გაცნობა, იმიტომ რომ რაღაცა იმედის მომცემი არის, როცა ხედავთ რომ არიან დასრული პაციენტებიც და ვფიქრობ რომ ძალიან ბოლო კითხვა მინდა ნინო თქვენთან რომ დავსვა რომ თქვენ მესმის რომ თქვენთვის ემოციურია ეს თემა და ბუნებრივია რომ ასეა უბრალოდ რას ისურვებდით რომ იცოდნენ თუნდაც სხვა მშობლებმა ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს ან თუნდაც საზოგადოებამ რომ ამ დაავადებაზე ან უბრალოდ თუნდაც რჩევა სხვა მშობლებთან რაიმე თუ იქნება თქვენი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ეს დაავადება, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოკლედ კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიოთერაპია, რომელიც ძალიან გვჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია. და აი 62 წლის პაციენტი ვინც არის ზუსტად აი ამითი მიაღწია, ну იქაც იყო რა თქმა უნდა გენმოდულატორი ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის. ამ ხარდაჭერას გრძნობთ ყოველდღიურად თუ აი უფრო გაკლიათ აი ეგეც არის. უფრო გაკლია, იმიტომ რომ ეცთ რა არის, მშობლები ვართ რომ დავუშვათ მალავთ, იმიტომ რომ სხვანაირად უყურებენ ამ დაავადებას, რაღაცა ბავშვს წვენია, გვჭირდება ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ძალიან დანგრეულები ვართ. მშობლებიც, ბავშვებიც, იმიტომ რომ რთულია 3 წლის ბავშვი დავსვა და 50 წუთი დილას აღამოს ინჰალაცია ვუკეთო. იმართება იქ ისტერიკები, რომ აღარ უნდა და აი სკოლებში და ბაღებში თუ იცით როგორ არის, აი იგრძნობა რაიმე ტიპის სტიგმა თქვენ შეგიჩნევიათ? ნახეთ როგორ არის ზუსტად აი ეს კონფერენციაზე იყო ეს საკითხი, ანუ მშობლებთან, რომ ანუ ბავშვი ახვალებს და მასწავლებელი ეუბნება, რომ ნუ ახვალებ, არ გადაგვდო რამე და ანუ ბავშვი არის უხერხემლო მდგომარეობაში, აღარ უნდა სკოლაში მისვლა და ძალიან ცუდად ისახება ეს ყველაფერი ბავშვსაც, მშობელიც უნდა განიცდის და ძალიან რთულია, ანუ ფსიქოლოგი კიდე მასწავლებელს შეიძლება რომ არ იცოდნენ არაფერი, ხო? ამ შემოხრივაც ეს გვაკლია ალბათ. რა თქმა უნდა, კი და ეს ცნობადობა რომ გაიზარდოს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმიტომ რომ ეს ბავშვები არ იყვნენ ჭრდილში, არ იყვნენ გამოყოფილი, არ იყვნენ ფსიქოლოგიურად მათ შესაძლებელი ხო, ნამდვილად ასე. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმრები იყავით. ხნეობას გისურვებთ, ძალიან რთულ პრობლემას ხართ შეჭიდებული, მაგრამ ორივეს აღფრთოვანებული ვარ, ორივეს გამძლეობით და მოკლედ ხარს გიჭერთ ჩვენ, რომელსაც ასე ახსენეთ, რომ გჭირდებათ და ჩვენი გუნდი, რომელიც ძალიან ხშირად ცდილობს, რომ გააშუქოს ასეთი თემები, ყოველთვის მზად არის, რომ თქვენ ასეთ პრობლემებზე ვისაუბროთ და ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩვენთან სტუმრობისთვის.